მე ვარ მაკა ჩიჩუა, მხატვარი. ვიცი, მე დავიბადე ისეთ დროს, როცა უკვე საბჭოთა წყობილება მიწურულისკენ პრინციპში, არა, 70-იანი წლები იყო, ეს 99 წელს იყო ეს 9 აპრილი, მაგრამ ეს 70-იანი წლები პრინციპში აი ბოლო ეტაპი იყო საბჭოეთის. თუმცა ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, საყვარელი, მე ხა მაშინ არც ვიცოდი თუ რაღაცა სხვანაირად კიდე შეიძლება არსებობს ცხოვრება, მაგრამ ჩემი მშობლები, დედა მხატვარი, მამა არქიტექტორი, მამასთან ახლა დიდად არ მქონია, ისინი დაშორებულები იყვნენ ურთიერთობა, თუმცა აი ეს რაღაცა შემოქმედებითი გენეტიკა იმუშავა და მეც 1 წლიდან ხელში ფუნჯი მეჭირა და ფანქარი და სულ რაღაცებს ვხატავდი ყველგან და ყველაფერზე და დედა სხვათა შორის არასოდეს არ მიშლიდა, რომ აი კედელზე არ დახატო ან იატაკზე, სადაც გინდა ხატე, ოღონდ შენი საყვარელი საქმიანობა აკეთე და როგორც გინდა და რა დროსაც გინდა. ასე რომ ჩემი ბავშვობა პრინციპში მე რაღაცას ისე კარგად და თბილად და ისე მახსენდება სიყვარულით გავიზარდე. აი მე სულ ვცდილობ რომ ვხატო. მუდმივად არის ჩემი მცდელობა რომ მივიდე მოლბერტთან ან მაგიდასთან ან ფურცე. აი ეხაც ხო ნებისმიერ დროს რისი შესაძლებლობაც მეძლევა და რა დროც შემიძლია გამოვიყენო შემოქმედებისთვის ყოველთვის ვცდილობ რომ არ დავკარგო ეს დრო, იმიტომ რომ როგორც კი შენ ჩერდები აი იქიდან წარმოიდგინეთ რომ თავიდან იწყებ მე რაღაცას, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ერთი დღის ჩაგდებაც არ შეიძლება, მეცადინეობა, მუდმივი ვარჯიში. აი როგორც პიანისტები ამბობენ რომ ფორტეპიანოზე მუდმივად 8 საათი ყოველ დღე უნდა, თორე თითები მერე უკვე აღარ მუშაობს ისე, ასევეა ხატვა და ალბათ ნებისმიერ პროფესიაში ესეა, ხო, არ უნდა ჩააგდო. დღე არანაირად არ უნდა მოხდეს ეს იმ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომ მუდმივად უნდა იმუშაო. იცით რა, იმდენად რაღაცა პატარ-პატარა როლები იყო და ეპიზოდურიც, არა, როლიც იყო, ეპიზოდებიც იყო, თუმცა აი ესე გამორჩეულად რა გითხრათ, სუპირველი ფილმი იყო ლევან კიტიასი, ტრასა და დღესაც რო უყურებ რა პატარა ვარ, 15 წლის ვიყავი იქ, როცა ლევანმა მიპოვა და შემომთავაზა მის ფილმში მონაწილეობა. ძალიან კარგი გუნდი იყო და ძალიან დიდხანს ვიღებდით, იმიტომ რომ ფირზე ვიღებდით და ხა იმდენი შესაძლებლობები მაშინ არ იყო და პატარა ფილმი გამოვიდა, მაგრამ აი სულ ეს მახსენდება. შემდეგ იყო რაღაცეები, რა თქმა უნდა, იყო კიდე რეჟისორია ლიკა ციხისელი, რომელმაც რაღაც თავის ბიოგრაფიასთან ასოცირებულად გადაიღო პატარა ისიც შავ-თეთრი ფილმი, უხმო, იქაც საინტერესო იყო მუშაობა. გაიღიმე იყო კიდე რუსუდან ჭყონიასი, რომელიც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, თუმცა იქ მე რაღაცნაირად ჩემი თავი ბოლომდე არ მომწონს, მაგრამ როგორც გამოცდილება ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. გოდერძი ჩოხელთან იმდენად პატარა ისეთი ეპიზოდი იყო, რომ ვერ ვიტყვი ვერაფერს. აი რუსუდან ჭყონიასთან თან რაღაცნაირად ეს ყველა ისეთი მსახიობი ქალები თამაშობდნენ პროფესიონალი და ბევრი რაღაცის დანახვა შევძელი, როგორც პროფესიონალი მსახიობები როგორ მუშაობენ. საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იყო რუსუდანთანაც, ისე რომ ესე ძალიან გამორჩეული არ მქონია ესეთი როლი. იმედია შეიძლება იყოს. 2 ბიჭი სახლში, ეს არის კატასტროფა. არ ვიცი, აი მართლა ინგრევა ხოლმე სახლი, მაგრამ რა უნდა გააკეთო ახლა მაგ დროს, როცა ბავშვები თამაშობენ, ყველაფერს ვერ აუკრძალავ, ამიტომ მეც თავში აღნიშნე, რომ ჩემი მაძლევდა უფლებას, რომ ყველაფერზე მეხატა.
აი ასევე ვაძლევ უფლებას ბურთი ითამაშონ და დალეწონ და მერე კი გავბრაზდები ხოლმე, მაგრამ თავიდან ხომ მივეცი უფლება და მერე თავიდან იწყება და არ ვიცი, ძალიან რთულია. დამხმარეები ყოველთვის მყავდა, ახლა სულ მარტო ვარ. გიორგის იმდენი საქმე აქვს თავისი, რომ ესე აქტიურად არ არის ჩართული, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ასე თუ ისე მაინც გიორგიც ბავშვებს მეტნაკლებად რაღაცა მართვაში მეხმარება. მაგრამ ძალიან რთულია. ორი ბიჭი, ორი მცირეწლოვანი და მე უკვე ხანში შესული ქალი ძლივს ვუძლებ. მაშას დაბადება მე და მაშა ფაქტიურად ერთად გავიზარდეთ. ეხლა რომ ვუყურე, პარი უკვე 35 წლის გახდება წელს. არა, ბედნიერება, საოცრება, როცა ახალ სიცოცხლესთან პირველად შობ და აძლევ აი ამ პლანეტაზე, შენ აძლევ ხო ამ სიცოცხლეს. საოცრება. ხო გეუბნებით, მე და მაშო იმდენად ერთად ვიზრდებოდით, რომ რა ვიცი, მგონია რომ უკვე ტოლები ვართ. დღესდღეობით მგონია რომ აღარ არის ჩვენ შორის განსხვავება. ამასობაში მაშოს გაზრდაში ძალიან მეხმარებოდა დედა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და ახლა ამ ბიჭებთან დედა ჩემი უკვე ხანში შესულია, ასე აქტიურად ვერ დამეხმარება. გიორგის დედაც უკვე 90-ს გადაცილებულია, მართალია რაღაცა ფანტასტიკური გონების ადამიანია, რომელიც 3 უნივერსიტეტში კითხულობს ფსიქოლოგიის ლექციას, წარმოიდგინეთ, ქალი, რომელსაც მუდმივად ვითარდება და აქვს შესაძლებლობა, მაგრამ ფიზიკურად ხომ უნდა, ახლა ორი ბიჭის რაღაცა ესეთი ხელში დაჭერა საკმაოდ რთულია, ასე რომ ჩემზე ტყდება მთელი ეს ამბები. მე ვზრდი მარტო, კი. ესე შეიძლება ითქვას. მაშინ ახლა მაშო როცა გავაჩინე, ხო გეუბნებით კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აი ესეთი იყო საოცარი სიამაყის შეგრძნება, რომ 20 წლის მაკამ ბავშვი გააჩინა, ეს იყო რაღაცა სასწაული მოვლენა ჩემთვის პირადად, მაგრამ ახლა ამ ორი ბიჭის რომელთანაც 3 წელია სხვაობა ბიჭებთან, ხო? ხო, სხვანაირი აღქმა, მაგრამ შვილს რო აჩენ, მგონია რომ მარტო აი ეს განცდა გაქვს, რომ ბედნიერი ხარ. ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა. და რაღაც ემოციურადაც მე რაღაცა სხვა მდგომარეობაში ვიყავი მაშინ, ან ეხა, არა. უბრალოდ მეტი დატვირთვა არის ეხლა ამ ორ ბიჭთან, აი ეს არის სხვაობა. ვერ ვიტყოდი, რომ რაღაცა იცით რა ხანში შესული თუ ასაკში რო გააჩენ, მაშინ რაღაცა სხვანაირად ხდება. არა, ბედნიერება არის ბედნიერება. თემოს დაბადება იყო ფაქტიურად მართლა მეხივით, იმიტომ რომ რატომ მე, რა მოხდა, რა გავაკეთე არასწორი, აი ძალიან ბევრი კითხვა იბადება მაგ დროს, ხარ სევდიანი, თითქოს რაღაც ასოწარკვეთილი, მაგრამ ძალიან სწრაფად მოხდა ის, რომ მე გავიცანი ფანტასტიკური ადამიანები, ესენი იყვნენ დედების თემი, არაჩვეულებრივი პედიატრები და პედიატრი განსაკუთრებით ირაკლი რცხილაძე, რომელმაც ისეთი სიმშვიდე მოიტანა, იცით, ამ ხალხმა და ძალიან სწრაფად დავიწყე მართვა, როგორც უნდა იმართოს დაუნის სინდრომის ბავშვის ჯანმრთელობა პირველ რიგში, ეს არის პროტოკოლი ამერიკული, რის მიხედვითაც დავიწყეთ და მერე უკვე წავიდა პორტიჯი იყო ეგეთი ადრეული განვითარების ცენტრი ნინო ცინცაძის არაჩვეულებრივი ადამიანის, რომელსაც თვითონაც ყავს დაუნის სინდრომით უკვე დიდი ბიჭი. შემდეგ იყო პირველი ნაბიჯი საოცარი სპეციალისტებით და ახლა უკვე იცით რა არის, ერთადერთი ის მიზანია, რომ ბავშვს ჰქონდეს
მუდმივად კომუნიკაცია ადაპტირდეს, სოციალიზაცია მოხდეს მისი. იმიტომ რომ დღესდღეობით დაუნის სინდრომი აღარ ითვლება არც ერთ ცივილურ ქვეყანაში პრობლემად. რადგანაც უკვე კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ბავშვებს შეუძლიათ განვითარება ნელი ტემპით, მაგრამ ფანტასტიკურად ვითარდებიან, უბრალოდ უნდა აღმოაჩინო მათში ის ნიჭი, როგორც ტიპურ ბავშვებში, ასევე დაუნის სინდრომის ადამიანებში და ავიცი, წერა, კითხვა, რაღაცა არტისტულები არიან, გააჩნია რა მოწონს, ასე რომ თვითონ ბავშვს უნდა კარგად დაუკვირდე და მისი უნარების მიხედვით დიდი შანსები არსებობს მათში. უბრალოდ საქართველოში ახლა ამ ეტაპზე ძალიან გაიყინა ამ მიმართულებით განვითარება, რაზეც ძალიან გული მწყდება. თორე საკმაოდ წინ ვართ წასულები, მაგრამ მეშინია რომ უკუსვლა არ განვიცადოთ, რადგანაც აღარ ვითარდება ამ მიმართულებით არაფერი, ბევრი სხვა მიმართულებითაც სამწუხაროდ, მაგრამ ჩემი დარდი, ეხა ჩემი შვილია, თემო, რომელსაც ჭირდება, ძალიან ჭირდება დახმარება იმაში, რომ არ დავკარგოთ ის, რაც შევიძინეთ. აქამდე, თემო უკვე 11 წლის არის. ჩვენ გამოვიარეთ, ხა 99 წლის 9 აპრილი, ისევ იქ დავბრუნდები. ეს იყო კატასტროფა. მე ამის მერე სამოქალაქო შიდა ომი, რევოლუციები, მუდმივად რაღაც ეს 90-იანი წლები, ისეთი ის მივიღეთ გამოცდილება და ისეთ რთულ პერიოდებს გავუძელით და გადავიტანეთ, რომ არ ვიცი რა უნდა მოხდეს, ხო, რასაც ვერ დავძლევ, ან შემეშინდება. ჩვენ უკვე ვართ ესეთი საკმაოდ რაღაცა გამობრძმედილი თუ გამოწრთობილი, როგორი წრთობოდა ფოლადი ვართ რაღაცნაირად, აი ამ ბოლო 30 თუ 40 წლის განმავლობაში საკმაოდ რთული ბარიერები გავიარეთ და დავძლიეთ. ასე რომ რა ვიცი, მე მგონია რომ ბრძოლის უნარიანები ვართ, მეც მათ შორის იმ ქალების დიდი ესეთი არმია, რომლებმაც ზოგი წავიდა და სხვა ქვეყნიდან ეხმარებოდა თავის ოჯახს, ზოგი ოჯახში დარჩა და აქ და მოკლედ, იცით რა არის, იმდენად რთული იყო ეს 30 თუ 35 წელი, რომ აქედან მივიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება, როგორ უნდა ვიაროთ, არ დავეცეთ და ეს შეუპოვრობა, რაც დღესდღეობით გვაქვს, ეს არის ბევრი წლის ნაგროვები და შედეგი იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ბრძოლა ბოლომდე. სანამ ცოცხლები ვართ. არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, ვისაც როგორ უნდა თავისი გარეგნობის წარმოჩენა ისე გააკეთოს, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ადამიანმა გარეგნობა რომ შეიცვალოს, რაღაცა ესეთი ინექციებით, ან კიდევ უარესი და სკალპელით ჩართვა, რაღაცა უკეთეს შედეგს მოიტანს. მე მგონია, რომ შინაგანად უნდა იყო შენ თავში იმდენად დარწმუნებული და შენ შეგეძლო შენი თავის მიწოდება საინტერესოდ. იყო ყოველთვის რაღაცნაირად ისე განწყობილი, რომ მიიღო ბუნებისგან ის, რაც ღმერთმა მოგცა. და ამ მოცემულობას თუ მიიღებ რაღაც ბუნებრივად თავისუფლად და სხვა რაღაცეებზე გადაიტან აქცენტს,
რა ვიცი, მე მგონი აღარ მოგინდება რომ მაინდა-მაინც აწვალო შენი სხეული, რომ რაღაც აითალო, მოიჭრა და თუ მაინდა-მაინც ეს საჭიროა შენთვის. რა ვიცი, რატომაც არა. ვისაც როგორ უნდა ისე წარმოაჩინოს თავის თავი და თავის გარეგნობა. მე ამაზე არ მიფიქრია. არა, არასოდეს არ მიფიქრია, რომ გავხდებოდი საქართველოს პირველი დეცემბრი უნდა მიფიქრა. არასოდეს არ ყოფილვარ პოლიტიკასთან ისე ახლოს, რომ რაღაც ჩემი კარიერა ან ჩემი მომავალი დამეკავშირები. ასე რომ ესეთი ხო ფიქრი არ მქონია, მაგრამ ამ ყველაფერს იღებ როგორც ახალ გამოწვევას, ახალ როლს და ასრულებ შემდეგ ისე, როგორც დღეს სად შეიძლება ჩემი როლის და ჩემი თავის გაზიარება თუ წარმოჩენა თუ დახმარება რითი შემიძლია, ხო, გაზიარება წარმოჩენა არასწორი სიტყვებია, მაგრამ აი რითი შემიძლია დავეხმარო ამ როლიდან მე იმ ჩემ თანამოქალაქეებს, ვისთანაც ერთად აი ამდენი წელი ვიცხოვრე, ვისთანაც ერთად ამდენი ჭირო არამი გვაქვს გამოვლილი, რა დგას დღის წესრიგში პრობლემად, ხო? მე ავირჩიე შშმ პირების დახმარება და ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი რაც შემეძლო რაღაცა საქმეები ვაკეთე და დღეს რომ ვუყურებ რამდენი წინ გადადგმული ნაბიჯია ზუსტად აი მაგაზე ვლაპარაკობდი რომ მენანება რომ ეს არ დაიკარგოს. თუნდაც განათლების სამინისტროში ინკლუზია რომელიც ესე მუშაობდა და ვითარდებოდა რატომღაც გათიშეს და აღარ არსებობს. ძალიან გული დამწყდა ბოლო დროს ილიაუნიში მეტყველების თერაპიის კათედრაზე რაღაცა პრობლემები შეიქმნა. მოკლედ, აი რაღაცნაირად ის, რასაც ვაშენებდით ამდენი ხანი და რაშიც მე ვიყავი ჩართული ამ პერიოდში, რატომღაც შეფერხდა, რატომღაც ნუ რა, არ ვიცი, ხო, ეხლა ეს კიდე ცალკე თემაა, მაგრამ ნუ შეფერხებულია და არ მინდა რომ ამან უკუსლა განიცადოს, იმიტომ რომ თუ ყოველდღიურ რეჟიმში არ აშენებ, ის მერე სამწუხაროდ ფუჭდება საქმე. დუშეთი არის ქალაქი, მაგრამ მე ისეთ ადგილას ვცხოვრობ, ეს არის სულ ბოლო სახლი, უკვე ტყე იწყება ზევით და არის ძალიან სასიამოვნო აქ ცხოვრება. არაჩვეულებრივი, ერთადერთი ჩვენი ნაკლი არის ის, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურა მაინც არ არსებობს ისეთი, ვინაიდან მე ორი შვილი მყავს, ორი მცირეწლოვანი, მათთვის მინდა, რომ ბევრად მეტი რაღაცა კეთდებოდეს, რომ მათ არ მოიწყინონ, რომ მათ კონდეთ გასართობი, რომ მათ დასასვენებელი პარკი იქნება თუ რაღაცა ეს ადგილი უფრო მეტად კეთილმოწყობილი იყოს. არა გვაქვს კინო, თეატრიც ნუ რაღაცა 1000-ში ერთხელ, თუმცა ბანკები და აფთიაქები რამდენიც გინდათ, იმდენია მარკეტები. მაგრამ მე მაინც ვარჩევდი, რომ აქ მეცხოვრა, ვიდრე თბილისში, მიუხედავად იმისა, რომ მაინც აქ შეზღუდული ვარ. კი, და მენატრება ბუნებრივია, თბილისი მენატრება, თუმცა ისეთი თბილისი არა, რასაც ჩავდივარ და ამოვყოფ ხოლმე ამ რაღაცა ბუხში და უბედურებაში თავს, მაგრამ მიყვარს მე თბილისი, ჩემი ქალაქი მენატრება, მაგრამ მაინც რომ დამიყენონ საკითხი, ცხოვრება სად მინდა? აქ, იმიტომ რომ ნახეთ, გავიხედავ და ცას ვხედავ, აი ესე რაღაცა მთელი რადიუსით. ისეთ ცას ვხედავ, რასაც მე თბილისში ვეღარ დავინახავ. ისეთ ბუნებას ვხედავ, რასაც მე თბილისში ვერ დავინახავ. ისეთ ადგილებში შემიძლია ვისეირნო, სადაც აი ესეთი ჟანგბადით, სუფთა ჰაერით შემიძლია დავიტუმბო ფილტვები და რაღაცნაირად აი სავსე მოვიდეს სახლში. ამას თბილისში ვეღარავინ ვეღარ ღებულობს აი ამ ხელა სიამოვნებას, მაგრამ თავისთავად რა ვიცი, მენატრება კი, თბილისში
ის ჩემი თბილისი მენატრება. გიორგი მარგველაშვილი არის უსაზღვროდ ინტერესიანი ადამიანი. აი, წარმოიდგინეთ, ხო, მისი აკადემიური და ესეთი განათლების მიღმა მას ინტერესი უჩნდება, როგორ კეთდება სიტყვაზე სკამი და შეიძლება დაიწყოს ამის შესწავლა და შექმნა სკამი. გიორგის თვალსაწიერი არის საკმაოდ ფართო და საკმაოდ შორს ხედავს და ამიტომ მასთან საუბარი ყოველთვის ძალიან საინტერესოა. გიორგის ინტერესი შეიძლება გახდეს ელემენტარულად ამ ბოლო დროს მე მგონი ჩინურის სწავლაც კი დაიწყო, იმიტომ რომ რაღაცა რამდენჯერმე მოუწია ჩინელებთან ურთიერთობა და არ მოეწონა როგორ თარგმნიდნენ და ძირითადია ეს რაღაცეების შესწავლა დაიწყო. ანუ ამოუწურავი ადამიანია, რომელსაც ყველაფერზე დაელაპარაკები. იმიტომ რომ აფართოვებს, არასოდეს არ კეტავს აი ამ თავის ინტერესებს. მუდმივად ვითარდება. ეს არის, რა ვიცი, ყველაფერი ხო ადამიანში რა გინდა. როგორც კი ხედავ, რომ შევიწროვდა საკონტაქტო თემა, გბეზდება იმ ადამიანთან და ნუ აღარ. და გიორგისთან ეს არ ხდება. იმიტომ რომ მუდმივ რეჟიმში შეგიძლია ნებისმიერ თემაზე ესაუბრო და მას აქ ყველაფერზე პასუხი მოსაზრება, რა თქმა უნდა, ესეთიც არ არის, რომ ახლა რაღაც 100%-იან. არა, ყოველთვის აი ამ თემებს ავითარებს და ეს არის მისი განათლების, მისი ინტერესის, მისი განვითარების, რა ვიცი, მუდმივ რეჟიმში განვითარებადი ადამიანია. ამიტომ გიორგზე შემიძლია ვთქვა, რომ არის ძალიან საინტერესო პიროვნება. ყველა ფერში და ყველა ასპექტში. უცხოეთში ცხოვრება მგონი არ ბდომებია. არ ვიცი, ჯერ კიდევ შეიძლება ამაზე ვიმსჯელო. არა, არანაირი. უსამართლობა ძალიან მაბრაზებს, იმიტომ რომ უსამართლობის შედეგად შეიძლება ბევრი ნიჭიერი, წესიერი, კარგი ადამიანი დაიჩაგროს. იდეაში არაფერსაც არ ვნანობ. იცით რა, ეს სინანულები არის ხოლმე რაღაცა მომენტში, რომ შეიძლება ჩემ შულს გაუბრაზდე და ზედმეტად დავუყვირო, ან რაღაცა ესეთი უხეში ვიყო. იმ მომენტში ვნანობ, მაგრამ აი ესე გლობალურად რომ რაღაცას ვნანობდე არა. საოცნებო ქვეყანა არის ის, რომ კეთილდღეობა იყოს იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც იმ ქვეყანაში ცხოვრობენ, ანუ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ სიხარულის, იმედის და სილაღის შეგრძნება, რომ მათი მომავალი იქნება ყოველთვის უკეთესი და უკეთესი, რომ ადამიანებს, ვინც შრომობს, დაუფასდეს, რომ ადამიანები, რომლებიც სხვას ხელს გაუწოდებენ, იქიდანაც იგივე. ანუ სამართლიანი გარემო იყოს და შესაძლებლობები მეტი და მეტი იმისთვის, რომ აი მარტივ ამბავს მოვყვები, რომ ჩავდივარ ევროპაში, ვხედავ როგორ სხედან კაფეში 80 და მეტი წლის ხანდაზმული ადამიანები და როგორ გეგმავენ თავიანთ მოგზაურობას ტაილანდში სიტყვაზე, ან სხვადასხვა ქვეყნებში, ან მიდიან სასრიალოდ თუნდაც ალპებში. აი მე მინდა, რომ ჩვენმა ხანდაზმულმა თანამოქალაქეებმა ზუსტად ისევე ბედნიერად იგრძნონ თავი, როგორიც ეს მე მინახავს განვითარებულ ცივილურ ქვეყნებში და ბავშვებს კი აქ ქონდეთ კარგი მომავალი და არ გარბოდნენ სადღაც რაღაცის საძიებლად. სამედიცინო სფერო მინდა, რომ აი როგორც თურქებმა მოაგვარეს 40 წელიწადში, ისეთები გახდნენ, ისეთი საოცარი შედეგები და მიღწევები აქვთ,
როცა საერთოდ არაფერი არ ქონდათ. აი მე ესეთი ქვეყანა მინდა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის კეთილ ნათელ მომავალზე. კარგად ბრძანდებოდეთ, მინდა რომ მომავალი ხვალინდელი დღე გისურვეთ უკეთესი და ბედნიერი და რა ვიცი, აი ამ იმედებით გავიღვიძოთ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი